დიდი მადლობა. მიხვდა ჩვენი მსმენელი ალბათ რომ შემოგვიერთა ეკა ხითარიშვილი და წარმოგიდგენთ რუბრიკას პიკის საათის მუსიკალური ხუთეული ეკა დილომშვიდობისა. დილომშვიდობის ალანა და თუ ესეთი განწყობით კი შემოგიერთით პიკის საათის პირდაპირ ეთერში და როგორც ეხლა ჩვენ რადიო მსმენელებს წარუდგენ ამ ძალიან ნიჭიერ ადამიანებს ეს ადამიანი ბენდი GGP Music მაგრამ ნოდარ კენჭაძე და გიორგი ნათენაძეა პიკის საათის პირდაპირ ეთერში და მათ გქონდათ მათი მოსმენის საშუალება. ეხლა პირდაპირ ალბათ დავიწყებთ, იმიტომ რომ პირველი შეკითხვა დუდასთან მექნება და მე იქეთ გადავინაცვლებ ბიჭებთან. კი ბატონო, შეგიძლია გადაინაცვლო და ამასობაში პიკის საათის მუსიკალური ხუთეული, ეს უკვე ცოცხალი შესრულება, ეს არის ძალიან კარგი ცოცხალი შესრულება პირდაპირ ეთერში და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ყოველთვის FM 102-სა და 4-ზე იყოს ის, რითაც თავს იწონებს ყველა თავმოყვარე რადიო მე თუ მკითხავთ. ეს არის ცოცხალი შესრულება პირდაპირ ეთერში. მუსიკა, რომელიც იქნება საქართველოში, ჩვენ არაჩვეულებრივი დუეტი ყავს სტუმრად და სწორედ ეკა ხითარიშვილი შეიძლება რომ გაგვაცნოს ისინი. ესე იგი, კიდევ ერთხელ დილომშვიდობისა, დუდას ესე ეძახენ თორე მისი მეგობრები, ზოგადად საზოგადოება იცნობს როგორც ნოდარ კენჭაძეს, ეს ხელოვან მუსიკოს ადამიანს. და პირველი შეკითხვა ალბათ იქიდან გაცნობითი ხასიათის არის ჩვენმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის. დუდა, მოდი მოგვიყევი, საერთოდ როგორ აიღო და როდის შეიქმნა? მე ვიცი სულ ახლა შეიქმნა, სწორედ ეს ბენდი ჩამოყალიბდა და რამდენი წელი მე ვიცი რომ სრულად არ ხარ წარმოდგენილი დღეს. ვერ მოხერხდა ვერანაირად ორი წევრის მოყვანა კიდევ, ვოკალისტის და პერკუსიონის. ძინარები არიან? ძინათ თუ? არა, სამწუხაროდ ხოლმე. კი ბატონო. სტუდიაში მოსვლა და სამი თვე ჩამოყალიბდა ჩვენი ბენდი და ვცდილობთ რომ უფრო მრავალფეროვნოთ და შევძინოთ ესე ვთქვათ. კიდე გვინდა ბას-გიტარისტის დამატება. კარგი იქნებოდა თუ კლავიში დაემატებოდა და რა ვიცი ეს. ესე შრომობთ. რამდენი ხანია რაც არსებობთ არ გითქვამს? სამი თვე. სამი თვეა დაახლოებით. და მე ვიცი რომ სულ ახლა-ახლა თქვენ ვოკალი დაგემატათ, ჩვენ ვახსენეთ ვოკალი, მაგრამ აქამდე ხო, ანუ მე რო გიცნობდით, როგორც მხოლოდ კომპოზიციებს ასრულებდით და ასე. მე როგორც ვიცი, შენ თვითონ ქმნი ამ კომპოზიციებს, ხო? და გარდა ამისა, მოდი მოგვიყევი იმ შესახებ, რომ რატო გადაწყვეტეთ, რომ ვოკალის დაგმატებოდათ, იმიტომ რომ რაღაც თქვენს სტიქიაში იყავით. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა უფრო ეს მრავალფეროვნება გვინდა და გარასარევი ვოკალისტია, ასრულებს ძალიან კარგად ესპანურ სიმღერებს და ძირითადად Gypsy King-ის ანსამბლი არის შთაგონების წყარო. ბატონო? შთაგონების წყარო? შთაგონების წყარო, კი, რა თქმა უნდა და მაგრამ ჩვენთან არის სხვაობა ვოკალის ჩვენთან გოგუ ასრულებს. გოგუ ასრულებს და ესპანელებში ძირითადად უფრო მამაკაცები მღერიან ხოლმე. გიორგის მინდა ვკითხვა, რა რეპერტუარს ასრულებს, უკრავს უფრო სწორად ეს ბენდი და მე ვიცი რაღაც ფრანგული ტექნიკა გაქვთ ხო გამოყენებული რაღაც ესპანური. რას ნიშნავს? მოგესალმებით. გამარჯობა. ანუ ჩვენი რეპერტუარი მრავალფეროვანია, ასე რომ ვთქვათ, აი იგივე როგორც უდამ თქვა, რომ უკრავ Gypsy King-ის, უკრავ სხვა ქავერებს, თუნდაც ეს ფრანგული მუსიკა ვთქვათ, ოღონდ ფრანგულ მუსიკაში ჩვენ ნერგავთ, ასე რომ ვთქვათ, აი ესპანურ რას გიადოები იქნება თუ აი თვითონ ტემპერამენტს, ანუ შესრულების ტექნიკას და ასე შემდეგ. ფრანგულ შანსონზეა უფრო ლაპარაკი თუ? ხდია, აი თუნდაც ცოტა იქით 90-იან წლებში ვთქვათ ფრანგული მუსიკა. ხდია, ესეთი რაღაცა და თუნდაც თანამედროვეც, მარტო ჩვენ მარტო ფრანგულ მუსიკას არ ვართ თან. შეიძლება თუნდაც სუფთა კლასიკური ნაწარმოებიც გავაკეთოთ თქვათ დუეტის მხრივ, ნუ იქ ხდება შერწყმა თქვათ თუნდაც პერკუსიონის კლასიკურ ნაწარმოებთან შეთავსებით და მოკლედ კარგი მოსასმენი გამოდის რა. კი ბატონო, მოდი დაუთმოთ მათ კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერი. კი ბატონო, მოგისმენთ. რა შეგვისრულებთ? კუზნეცოვის განტვირთვა, რომელიც არის ჩემი იმპროვიზაციით გაფორმებული. თემა არის. თვითონ ავტორ-შემსრულებელიც გახლავთ და ამაზე უნდა მოგვიანებით ვისაუბროთ.
ძალიან დიდი მადლობა. ბრავო. კიდევ ერთი ცოცხალი შესრულება. მოდით ახლა თითოეულს სათითაოდ მინდა კითხოთ. კი, გასაგებია ახლა ხედავთ ერთად, ერთ ბენდად, მაგრამ მანამდე დარწმუნებული ვარ მუსიკალური წარსული ორივეს გექნებოდათ. რაღაც გზა გაიარეთ და რაღაც გზას გაივიდით. მე თან ამასთან ერთად დავამატებ, რომ დუდას ყავს თავის მოსწავლეები და მას ბენდიც კი ყავდა, ანუ და თვითონ ისაუბრებს ამაზე რა თქმა უნდა. მოგვიყევი ჯერ შენ შესახებ. ჩემი მოსწავლეების ბენდზე ვისაუბრო? არა, ჯერ შენ შესახებ და მერე შენი მოსწავლეების ბენდზე. ჩემ შესახებ მაინც რა? აი მუსიკალური კუთხით, ვიდრე ვთქვათ. ხო, ბავშვობაში, რა ვიცი, დავდიოდი რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლში შემღვეროდი. დიახ. შემდეგი გავიცანი ერთი პიროვნება, რომელიც ასწავლიდა გიტარას. და ავიცი ძალიან შემოყვარა ეს ინსტრუმენტი ძალიან და იმის მერე გადავწყვიტე ჩაბარება კონსერვატორიის მოსამზადებელში. დავამთავრე მუსიკალურად აწლედი, ძალიან წარმატებით და აი ესე მივიდეოდა მე იმის მერე ამ შემოქმედებას. მე ვიცი რომ ახლაც ყავს მოსწავლეები შენ ხო? კი, ეხლაც ყავს რა თქმა უნდა და 2006-ში დაახლოებით 2006-ში ჩამოვაყალიბე თვითონ ჩემი მოსწავლეების გან ბენდი. და შევარქვი სახელად ესპერა. რატო ესპერა? ესპერა იმიტომ რომ არის ესპანურად არის ლოდინი და წარმატების მოლოდინი ასე ვთქვათ. ჩვენ დაველოდებით ვიდრე თქვენი მოსწავლეების ბენდი ჩვენთან მოვა და მანამდე გიორგის ვთხოვ. მოდი შენ შესახებაც მოგვყევი. მე 9 წელსაკიდან ურთიერთობა მაქვს გიტარასთან. ანუ დავამთავრე ჩოლოს ტრადიციულად მუსიკალური სკოლა. ლია იანვარაშვილი გახდა ჩემი პედაგოგი. ხალ პედაგოგებს შორის ძალიან ძლიერი. შემდეგ დავამთავრე მესამე მუსიკალური სასწავლებელი. მქონდა სტუდენტობის დროს სოლო კონცერტები, ანუ მე უკრავ კლასიკას, ანუ კლასიკის მოყვარული ვარ, მქონდა ბახის სოლო კონცერტი. და იგრძნობა ეს ყველაფერი. ხო და შემდეგ როგორც დუდას მეც მყავს კერძო მოსწავლეები, ანუ სკოლაშიც მე მუშაობდი პირველ მუსიკალურ სკოლაში. მაგრამ მაინც ვარჩია კერძო პრაქტიკა და მყავს როგორც დუდას კერძო მოსწავლეები და მამეცადინები. კი ბატონო, მსმენელი გველოდება და მოусმინოთ მას დილამ მშვიდობის ეთერში ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. ეცით როცა ასე უკრავენ, ჯობია რომ ჩვენ გავჩუმდეთ. მოვახერხე, ეგ ვერ მოვახერხე. იმიტომ რომ მე მართლა მინდა დიდი ხმით ვიყვი, რომ აი ასე უკრავენ ჩვენი ახალგაზრდები, აი ასეთი ახალგაზრდები ყავს დღეს საქართველოში. მე მინდა მათ წარმატება უსურვო. მე მინდა ხშირი სტუმრობა უსურვო ჩვენთან რადიოში. ბედნიერად ვწანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ასეთი შეფასებისთვის. თუ მსმენელს გაუჩნდება სურვილი, შეგიძლიათ დაგვირეკოთ, გვაქვს ჯერ დრო ამისთვის 240 91 92 ანუ 240 92 92. გითხრათ ჩვენი მსმენელისთვის ასე გულის აჩუყება არც ისე ადვილია ხოლმე. დიახ, და დუდას მინდა ვკითხო. მე როგორც ვიცი, შენ თვითონ წერ ხო კომპოზიციებსაც ხო? მოდი მოგვიყევი ეს ამბავი როგორ დაიწყო და რამდენ კომპოზიციას ითვლის თქვა შენი შემოქმედება? საკმაოდ მაქვს ავიც დაწერილი და იცი როგორ არის? როდის წერ ხოლმე, აი მუზა ჭირდება ამას თუ არა? რა თქმა უნდა, განსაკუთრებით რაღაც განწყობა არის ხოლმე ისეთი, რომ მომივა ეს მუზა უსად მომენტალურად და წერეს და მე თუ არ ჩავიწერე, მავიწყდება ხოლმე. ეხლა მაგალითად 10 დღის წინ დავწერე ესეთი ნოსტალგიური მუსიკა, დავარქვი ნოსტალგია. და ნებავთ მოგესმენინებთ. კი ბატონო, რაღაც კიდევ ერთი მსმენელი გველოდება, მასაც მოусმინოთ და მე გამარჯობა მოგესალმებით. მოგესალმებით. და ძალიან მაჟორული ტონის შემოგაქვთ და ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებიც დღეს თქვენი სტუმრები არიან, უსურვებთ დიდ წარმატებას, მაგრამ ძნელი და რთული გზა. საოცრად იგრძნობა პირველივე აკორდიდან პროფესიონალური განათლება და ტექნიკა, მუსიკალური და აკადემიური. უსურვებთ წარმატებას. მადლობა ზარისთვის და ამჯერად პიკისის მუსიკალური ხუთეულის ფორმატი რომ არ დაირღვეს, რიგით მესამე კომპოზიცია შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. ბენდი GGP Music, ნოდარ კენჭაძე და გიორგი ნათენაძე, ტალღაზე FM 102 და 4.
კიდევ ერთი კომპოზიცია შესულა პიკის საათის პირდაპირ ეთერში, ეკამისებ გადაინაცვლა ჩვენ სტუმრებთან და განვაგრძელოთ საუბარს. ეკა კითხე ხო ბენდის სახელზე რო არ გავიგო რას ნიშნავს შეიძლება გაბიжდეთ. და მახსნას კარგად. ჩვენ მკითხაობდით რას ნიშნავს. რატო მაინდა მაინც. GGP Music? ესე? ძალიან მარტივად იჟიფრება ესე გიტარა და პერკუსია, რომელიც რამდენი ვიმტრია თავი. რა არ ვიფიქრეთ ჩვენ? ორი გიტარა და ერთი პერკუსია, რომელიც გასაგებია. ანუ თითქოს ბენდის შემადგენლობა თავიდან ესე. ესე იგი მე ვახსენეთ რომ ბასისტის დამატება გვინდაო და მე რაღაცა მოგიწევთ კი შეცდომა. მე ნელა ვიგრიბებით. ალბათ ჩვენს მსმენელს დათოლანა დააინტერესებს ის რომ სად უკრავენ და სად შეუძლიათ მათი მოსმენის საშუალება სად იქნება და ჩვენს ვინც დაინტერესებულ ადამიანებს და ნაუცებად უნდა გკითხოთ სად შეგვიძლია თქვენი მოსმენა და მე როგორც ვიცი აქვე გეტყვით რომ ლათინო საღამოებში ძიღებთ ხოლმე ხო ხშირად მონაწილეობას მოდი ესეც მოგვიყევი სად შეგვიძლია თქვენი ნახვა ჯერჯერობით ეს შეუძლებელია იმიტომ რომ შევაჩერეთ რატომღაც გაჩერდა ჩვენი ესეთი მოღვაწეობა ჩვენ მოღვაწეობდით ლათინო ბარში ასევე ბარ რესტორანში ქოლგაშიც უკრავდით ჯერჯერობით ეხა არც დავართ და ვაპირებთ თუ ისე გავაგზავნოთ რა ვიცი ვიდრე ვთქვათ დისკზე და საერთოდ თუ აქვთ აუდიო ვთქვათ ჩანაწერი თუ აქვს სტუდიური ჩანაწერი ამაზე უნდა მოგვიანებით მოდი კიდევ ერთი კომპოზიცია შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს და შემდეგ კიდევ ერთს მოვასწრებთ ალბათ რომ ხუთეული გავუძებოთ იმიტომ რომ ხუთეული უნდა შედგეს აუცილებლად რა იქნება გისმენთ ახლა თვითონ წარადგინეთ Gypsy King-ის კომპოზიციას ცნობილი კომპოზიციას ქვია ესე Aspiration კი ბატონო გისმენთ შთაგონება FM 104.4-ზე
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთი ცოცხალი შესრულება და მგონი დასასრულისკენ მივდივართ და ვიდრე ბოლო კომპოზიციას შევთავაზებდეთ ჩვენს მსმენელს, მანამდე აუცილებლად მინდა ვკითხო ბიჭებს სამომავლო გეგმების შესახებ, ანუ შემოქმედებითი კუთხით რა სიახლეებს გეგმავთ, ხომ არ აპირებთ თქვა სტუდიური ჩანაწერის გაკეთებას, დისკის გამოცემას, ან სოლო კონცერტის გამართვას და ასე შემდეგ. გისმენთ? რა ჩამოთვალეთ, თქვენი ჩამონათვალიდან ყველაფერს ვაპირებ. და მე მგონი კიდე რაღაცები გამოჩნდა, რაც გვაქვს გასაკეთებელი. აბა გისმენთ. კიდევ ისეთი ადამიანების წარმოჩენას ვაპირებთ, როგორიც არის მაგალითად, ჩემთვის საყვარელი ადამიანი, პიროვნება და უძლიერესი მუსიკოსი საქართველოსში, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკლებად ჩანს ეს ადამიანი და არის ვირტუოზი გიტარისტი. ეს არის ბატონი პროფესორი ვაჟა კალანდაძე. ჩვენ იმეც ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანი ჩვენს სტუდიაშიც მოხვდება და მის შესრულებულ. წინასწარ ვერაფერს. წინასწარ არა, მაგრამ ჩვენ აქვე გვინდა რომ ჩამოგართოთ და გიორგი, მოდი შენც მომიყევი. ანუ აპირებთ ხო, თქვით რომ სტუდიურ ჩანაწერს და საომალო სად გნახავთ, სად ვიხილავთ თქვენს შემოქმედებას? ასევე გეგმაში გვაქვს ქალბატონი ნაირა გელაშვილი მოგეხსენებათ. და კავკასიური სახლიც ალბათ. გვინდა რომ ერთი ორი სოლო კონცერტი მაინც გვეგმავთ და ნუ ალბათ მოვახერხებთ რომ კავკასიურ სახლში დავუყრათ. ნუ ასევე როგორც თუ დამისაუბრა ახლა საომავლოდი გეგმება თუ ამ წელსში ყველაფერს? მე სავარაუდოდ ამ წელს უნდა ამ წელს ან შეიძლება ახალ წლის შემდეგ მოგეს ზამთარი მოდის. ხო და თარიღი და ის არა გვაქვს ჯერჯერობით, ანუ თვითონ იქაურ ადმინისტრაციას უნდა ვესაუბროთ და გადაწყდება ჯერჯერობით არ ვიცით. კი ბატონო და თოლანა მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ, ასეთი იყო დღევანდელი პიკისაცის მუსიკალური ხუთეული, რომელსაც მე ეკახითარიშვილი უძღვებოდი და გიტოვებთ ბოლო კომპოზიციას ბენდ გეკპ მუსიკის მიერ შესრულებულს დუდა კენჭაძე და გიორგი ნათენაძე ტალღაზე FM 102.4. გისმენთ. აბა, ემზადებიან. და სხვათაშორის აქვე მინდა გითხრათ, რომ სოციალურ ქსელში დაგვიწერეს, რომ თქვენ ბიჭებსო მადლობა გადაეცითო ჩვენგანო, ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა ბატონმა გრიშამ, ასე რომ გადმოგეცით შევასრულე. აბა, გისმენთ.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბეკისაძის პირდაპირ ეთერში რა თქმა უნდა ეს იყო ცოცხალი შესრულება, 5 კომპოზიცია მათ შეგვისრულეს და უკვე შეგვიძლია თავისუფლად დავემშვიდობოთ მათ, იმიტომ რომ მისია შესრულებულია. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. წარმატებებს კიდევ გიხილავთ ჩვენთან.